ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. დღეს არის მეხუთე შაბათი აღდგომის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გვიახლოვდება ამაღლების დღესასწაული, თავდება აღდგომის შემდგომი 40 დღე, როდესაც ჩვენ აღდგომის დღესასწაულს ულოცავთ ერთმანეთს განსაკუთრებულად და დღეს წავიკითხეთ სახარებიდან ადგილი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დასკვნას აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს ხვალინდელი სახარებაც იქნება მე-6 კვირის, მაგრამ აი დღეს მეხუთე კვირის შაბათის სახარებაში გარკვეული შემაჯამებელი სახარება არის და რას ბრძანებს უფალი, რომ სრულებით, რა თქმა უნდა, გასაოცარი ებრაელებისთვის მაშინდელი ებრაელებისათვის ებრაელები ყავს გარშემო შემოკრებილი მის მიმართ ამ ურიათა ხალხალმან მოსულთამათ მისა მიმართ ურიათა ესე იწყება ეს სახარება და ეუბნება რომ ეს მრევლი სამწყსო რომელიც ჩემი სამწყსოა მე მომცა მამა ღმერთმა და მე და მამა ვართ ერთი და ვერავინ ვერ შეძლებს რომ ეს სამწყსო მე წამართვას იმიტომ რომ მამის მიერ არის მოცემული თითქოს თავისთავად ერთის მხრივ ძალიან კარგი და გასაგები სიტყვებია ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს ნამდვილად ასე მეორე მხრივ სრულებით აი შოკის მომგვრელი სიტყვები არის ებრაელებისათვის იმიტომ რომ წარმოიდგინეთ სახარებაში არის აი ყველა აბსოლუტურად ყველა იდეა რომლის მიხედვითაც მე კაცობრიობის აზროვნება განვითარდა და მაგალითად აი პოსტმოდერნის იდეა არის ესეთი რომ შეატრიალო მოთხრობილი ისტორია და სხვა თვალით შეხედო მას. აი ხა ჩვენ ესე იგი სახარებაში გვიწერია როგორ უთხრა იესო ებრაელებს ეს. ეხლა ერთი წუთით შევატრიალოთ ეს და ებრაელების თვალით შევხედოთ ამას. წარმოიდგინეთ განან ეს ებრაელები და ადამიანი, რაბინი, ერთ-ერთი მათგანი ებრაელი, ნამდვილი ებრაელი და მიუხედავად იმისა, რომ სამეფო და სამღვდელმთავრო გვარიდან იყო, მიუხედავად ამისა, იდგას ადამიანი და ეუბნება, რომ ჩემი მამა არის ღმერთი, რომ მე და ღმერთი ვართ ერთი. ანუ ფაქტიურად, ესე იგი, ღმერთად აცხადებს თავს და ისეთი ეს იმდენად მოქმედებს მალზე და ისეთი გამწარებულები არიან ამის გამო, რომ ესე წერია სახარების ამბებს გიყვებით, ქვებია უჭირავთ ხელში, ქვები აიღეს უკვე. მოამზადეს, არ ვიცი, იქვე იპოვეს ეს ქვები აიღეს და ეს ქვები უჭირავთ დაძაბულები არიან და უნდა ესროლონ იესოს ეს ქვები. და იესო ეუბნება, რომ სადაც რაღაცას რომ ეს რა გიჭირავთ ხელში ეს ქვები რა გინდათ? მე უნდა მესროლთო? და ესენი კიდევ უფრო იძაბებიან და რატო უნდა მესროლოთო? ესე მშვიდად ელაპარაკებას ხო ჩვენს. ახლა წარმოიდგინეთ უცებ ამდენი ხალხი რომ ქვას დაგიშენს რა. ქვები ჩაქოლავს. ხო და რატო უნდა მესროლოთო ქვები? ამდენი კარგი საქმე გავაკეთებო. აი ესე დაგეხმარეთო ამდენი ხანი ესე თქვენ გვერდით ავარო და სიკეთის მეტი თქვენთვის არაფერი მეკეთებია და რომელი კეთილი საქმის გამო აპირებთო ჩემთვის ქვების როლასო და ამათ მოუთხრეს ესენიც ახლა ცოტა დაიბნენ უცებ და მე ვარო სიკეთის გამო არ გვაპირებთო შენ ჩაქოლას არამედ იმისათვის რომ შენ თავზე თქვი რომ შენ ხარ ღმერთი და აი ნახეთ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ იესო ეუბნება რომ მე ჩემ თავზე თქვი რომ ღმერთი ვარ და ფსალმუნებში პირდაპირ გიწერიათო რომ დავით მეფსალმუნეო ადამიანებს მიმართავსო და ეუბნება რომ თქვენ ღმერთები ხართო. აი მართლა არის ფსალმუნებში დასხდეს შორის ღმერთო და ღმერთნი განიკითხნეს, ანუ ღმერთებზე არის. ადამიანებს უზრუნოს ღმერთებს მოკლედ საფუძველში. აი თითქოს აქ უნდა ყველანაირი შეიძლება არ ახსოვდათ ამ ებრაელებს ეს, მაგრამ რა თქმა უნდა ახსოვდათ და აი პასუხი არის,
რომ მარტო საკუთარ თავზე კი არა, აგერ ვიღაცებზე თქვა დავითმა, რომ მეფე ღმერთები არიან. ხო და აი არის მაგალითი საფუძველში. და რაღა აი ამის გამო გინდათ რომ ქვები დამკრიბოთ, აი მას ეუბნება რა და აი თითქოს ხო? ეხა ისე რომ წარმოვიდგინოთ ან ებრაელების ადგილას თავი და აი ქვები გვიჭირავს ხელში და ვიღაცამ რაღაცამ კრეხაობა თქვა რომ ღმერთი ვარ. და თურმე შეიძლება რომ ადამიანმა თავის თავზე ღმერთი თქვას რა. თურმე არ არის ეს კრეხაობა. ამ ქვებს რაღა უნდა უყოთ. რა თქმა უნდა ეს ქვები უნდა დავყაროთ, ხო? არა. არ ყრიან ამ ქვებს. არ ყრიან და ეს სწორედ აქ არის თავარი სწავლება დღევანდელი სახარების და შეიძლება ითქვას აი ამ განვლილი დღეების დაჯამება. რომ ადამიანი სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე რომ იღებს გადაწყვეტილებას წინასწარ. როდესაც მას აქვს სრული შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ. აქ ლაპარაკია განსხვავებულ აზრზე და განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულებაზე. კი გასაგებია რომ ესენი ესე ცხოვრობდნენ აქამდე, მაგრამ აი უცებ აღმოჩნდა რომ ამ განსხვავებულ აზრს აქვს არსებობის უფლება. აქვს არსებობის უფლება და ეხლა რატო არ ცვლი მაშინ ამ შენ გადაწყვეტილებას? იმიტომ არ ცვლი რომ წინასწარ გაქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მოხდეს მაინც რომ ესე მოიქცე. და რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გადაწყვეტილებას მეორადი სხვა მიზეზით ღებულობ. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჩვენ ამას წინათ გქონდა საუბარი, რომ სანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს და ეს ებრაელებია, რომ ჩვენ რა გვჭირს გასათავისუფლებელი, ჩვენი სასთავისუფლებელი და არა ესე უნდა, თქვენ ცოდვის მონები ხართ. აი დღეს გრძელდება ეს თემა და ესეთი დაგვირგვინება აქვს, შეიძლება ითქვას აი ამ განვლილ 40 დღეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორი უცხოც არ უნდა იყოს ჩვენთვის, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ სწორი რეაგირება მოვახდინოთ მიმდინარე მოვლენებზე, თუ ჩვენ წინასწარ არ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რაც ხდება თუ ადამიანი წინასწარ მიდის შეთანხმებაზე თუ კომპრომისზე ცოდვასთან. აი ამის გაკეთება არ შეიძლება. იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც არის დამღუპველი. ღმერთმა მოგვანიჭოს უნარი ყოველთვის სწორი ხედვის. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა.